მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით დღეს ვნახოთ მოკლე საჯარო გაშლა თემით, როგორ განვითარდება თქვენი პირადი ოქტომბრის თვეში. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი, პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში და მოდით ვნახოთ, როგორ განვითარდება პირველი ვარიანტის პირადი ოქტომბრის თვეში და როგორ განვითარდება მეორე ვარიანტის პირადი ოქტომბრის თვეში. ქვებსაც დავამატებთ რა თქმა უნდა. პირველი ვარიანტი ასეთი ქვა გვაქვს, მეორე ვარიანტი ასეთი. აირჩიეთ სასურველი, რომელიც მეტად გიზიდავთ, გეძახით. შეგახსენებთ ასევე, რომ საჯარო გაშლები უფასო არის, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად უნდა მოიწონოთ ეს პოსტი, ეს ვიდეო. ცოტა აქეთ გადმოვწიოთ. აირჩიეთ ვარიანტი. თუ გჭირდებათ დააპაუზეთ და მოდით ახლა დავიწყოთ ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი თქვენთან რა ხდება, აბა? ნახეთ, აქ როგორი ინფორმაცია ამოვიდა. შენი soulmate, შენი სულიერი მეგობარი, ეგრეთ წოდებული მეორე ნახევარი ამ შემთხვევაში, შეიძლება ბევრად უფრო განსხვავდებოდეს იმისგან, ვიდრე შენ წარმოგიდგენია და რას ნიშნავს ეს? პირველ რიგში ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე არ ყავთ პარტნიორი, ესე იგი თქვენ დიდი ალბათობით ბევრად უფრო სხვანაირი პარტნიორი გჭირდებათ, ვიდრე თქვენ გგონიათ, ვიდრე თქვენ შეიძლება რომ ფიქრობდეთ. მაგალითად, თქვენ ტვინში შეიძლება გქონდეთ კონკრეტული მონახაზი, რომ აი ასეთი და ასეთი პიროვნება მჭირდებაო ჩემს გვერდითო, მაგრამ რეალურად სრულიად სხვანაირი გჭირდებოდეთ იმისათვის, რომ სწორად გამოხატოთ საკუთარი თავი ამ სამყაროში, ხო? ხოლო ვისაც ყავთ უკვე პარტნიორი, ამ შემთხვევაში აქ შეიძლება იყოს ისიც როგორი მესიჯი, რომ ადამიანი მთლად ისეთი არ არის, როგორც თქვენ გგონიათ და მეტად უნდა დააკვირდეთ ადამიანის პიროვნების ქმედებებს, ვიდრე ადამიანის სიტყვებს. ეს ეხება მათ, ვისაც უკვე ყავთ პარტნიორი ან აქვს რაღაც გარკვეული ურთიერთობები, ხო? დავამატოთ არკანები და ვნახოთ კიდევ როგორ განვითარდება პირველი ვარიანტის პირადი ოქტომბერში. უპირველეს ყოვლისა შეხედეთ თქვენ უკვე ხართ გააზრებულად თუ გაუაზრებლად ისეთი ადამიანის გვერდით, როგორიც თქვენ გჭირდებათ. ეს შეიძლება რა თქმა უნდა არ იყოს პარტნიორი თქვენი. მოდით ვიქნები მაქსიმალურად პირდაპირი და აქ აშკარად მოდის ასეთი ინფორმაცია, რომ თქვენ გულის სიღრმეში, ინტუიციის და ქვეცნობიერის დონეზე უკვე იცით, როგორი პიროვნება გჭირდებათ და ვინ გჭირდებათ გვერდით, მაგრამ შეიძლება ამას საკუთარ თავთან არ აღიარებდეთ და საკუთარ თავს სრულიად სხვანაირ სტანდარტებს უწესებდეთ, სრულიად სხვანაირად ელაპარაკებოდეთ და ეუბნეოდეთ, რომ აი არა, მე ასეთი არ მჭირდება, მე სრულიად სხვანაირი მჭირდება, მე კონკრეტულად ესა და ეს პიროვნება მჭირდება და არა სხვანაირი, ხო, მაგალითად. და ოქტომბრის თვეს რაც შეეხება, აქ თქვენს რეალობაში მოდის მეტი სილახე, ცოტა უფრო ზედაპირული ურთიერთობები, ფლირტისებური კომუნიკაციები, მაგრამ რაღაც სერიოზულ კომუნიკაციებს მე აქ ვერ ხედავ პირდაპირ გეტყვით, მაგრამ ხედავ იმას, რომ თქვენ შეძლებთ, რომ ოქტომბრის თვეში საკუთარ თავში მაქსიმალურად სწორი დასკვნები გააკეთოთ და მოგეცემათ აუცილებლად იმის საშუალება, რომ კარგად დაფიქრდეთ, გაანალიზოთ და მიხვდეთ თუ რეალურად ვინ გჭირდებათ, რომ იყოს თქვენს გვერდით. ეს შეიძლება არ იყოს კონკრეტული პიროვნება, მაგრამ იყოს კონკრეტული სტანდარტები, ხო, რომ აი მაგალითად ასეთი და ასეთი მჭირდება. რა თქმა უნდა, სტანდარტებში მე არ გულისხმობ იმას, რომ აი მაინც და მაინც მჭირდება, არ ვიცი, მაღალი ქერაცის ბერთვალება, ასეთი და ასეთი მამაკაციო, ხო, რა თქმა უნდა, არა, პირიქით სამყაროს არასდროს არ უნდა დავუწესოთ რაღაც ასეთი წესები, რომ მაინც და მაინც ასეთი და ასეთი მინდაო. უბრალოდ აქ თქვენ მიხვდებით თუ როგორ უნდა მოგექცეთ ადამიანი თქვენ და როგორ არ უნდა მოგექცეთ. აი ამ კუთხით შეძლებთ, რომ რაღაც გარკვეული სტანდარტები მიიღოთ საკუთარ თავში. სულ ეს არის პირველი ვარიანტი და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენთან რა ხდება?
დანიშნვა. აქ შეიძლება იყოს რაღაც ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა, ვისაც უკვე ყავთ პარტნიორი, აქ აუცილებლად იქნება ურთიერთობის რაღაც ახალ ეტაპზე გადაყვანა, შეიძლება სხვათა შორის პირდაპირ გაგებით დანიშნა ან ქორწილი ან რაღაც მსგავსიც იყოს, მაგრამ დიდი ალბათობით აქ იქნება უბრალოდ რაღაც ახალ სერიოზულ ეტაპზე გადასვლა, ხოლო ვისაც არ ყავთ პარტნიორი, თქვენს პირადში შემოდის ახალი ენერგიები, ახალი ეტაპები, მაგალითად შეიძლება კონკრეტული ადამიანი გაიცნოთ, ვინცაც სერიოზული დამოკიდებულება ექნება ხო თქვენთან მიმართებაში. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, როგორ განვითარდება მეორე ვარიანტის პირადი ოქტომბერში. კონკრეტულ ადამიანთან შეძლებთ რომ განცალკევდეთ, აქ ჩანს კონკრეტულ ადამიანთან ძალიან თბილი კომუნიკაცია. ვერ ვიტყოდი რომ ამ ადამიანთან ძალიან სერიოზული ურთიერთობა იქნება ყოველ შემთხვევაში თქო, იმიტომ რომ ნახეთ აქ ორ შემთხვევას ვხედავ, სადაც თქვენ ყავთ უკვე პარტნიორი და მასთან რაღაც ახალ ეტაპზე გადადიხართ, ურთიერთობის გასერიოზულება მოდის, ადამიანთან განმარტოვება, მაგალითად ადამიანთან ცალკე გადასვლა საცხოვრებლად ან რაღაც მსგავსი, ხო? მაგრამ ხედავ აქ მეორე შემთხვევას, სადაც თქვენ შეიძლება პარტნიორი საერთოდ არ ყავდეთ, მაგრამ კონკრეტულ ადამიანთან სიტუაცია ცოტათი წინ წაიწიოს, ცოტათი განვითარდეს და კონკრეტულ ადამიანთან მოგეცეთ იმის საშუალება, რომ განმარტოვდეთ და მაქსიმალურად გულურცბელად მოილაპარაკოთ. რაღაც ასეთ ენერგიებს ვხედავ, დავამატოთ კიდევ ერთი ბოლო არკანი. რა გელოდებათ პირადის კუთხით ოქტომბრის თვეში მეორე ვარიანტით? ნიღბები. კარგად დააკვირდით, ადამიანები რამდენად გულურცბელნი არიან თქვენს ირგვლივ, არა მხოლოდ პირადი სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, მეგობრებო. იმიტომ რომ აქ აშკარად ჩანს ასეთი მომენტები, რომ ეცდებიან ზოგიერთები ჩაერიონ თქვენს ურთიერთობაში, გააფუჭონ თქვენზე შთაბეჭდილება პოტენციალური პარტნიორის თვალში, ან პირიქით მასზე გააფუჭონ შთაბეჭდილება თქვენს თვალში. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი რომ ყველასთან აუცილებლად ასე იქნება მეთქი, მაგრამ აშკარად ჩანს რომ ჩარევა ან ჩარევის მცდელობები, ურთიერთობის გაფუჭების მცდელობებიც იქნება და აქ თქვენ ტაროს არკანები მაქსიმალურად გირჩევენ რომ არ დაუჯეროთ არც სხვებს და არც პარტნიორსა თუ პოტენციალურ პარტნიორს. რა თქმა უნდა, ურთიერთობაში ნდობა მნიშვნელოვანი არის, მაგრამ არ დაუჯეროთ სიტყვებზე. დაუჯერეთ ქმედებებზე. სულ ეს არის ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, უღრმესი მადლობა, წარმატებები და ნახვამდის.